კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. უკვე 5 წელი გავიდა 2020 წლის საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ჩვენს უკან არის იპოდრომი, რომელიც ისევ არის გახრიოკებული. მიმართავ თბილისელებს, კახა კალაძე გამოვიდა პირდაპირ ეთერში, პრეზენტაცია გააკეთა ამ კლიპის, სადაც დაგკვირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, მოწყობილი სხვადასხვა სარეკრეაციო ზონით, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. ასევე მოგატყუათ კახა კალაძემ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად გადასცა იპოდრომი თბილისელებს, რის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი 80,145 კვადრატული მეტრი გადასცა და მიყიდა 85 მილიონ ლარად ძმებ ხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ეგრეთ წოდებულ ვისოლ ჯგუფს. სინამდვილეში ივანიშვილმა მთავარი სატყეო ნაწილი, სადაც ახლა ჩვენ გავართ და მოპირდაპირე მხარეს, რეალური ერთადერთი გამწვანებული ლოკაცია, ხეებით და ტყით. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ანტიქართული ოცნება, მისი თბილისის მერი კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე თქვენ გატყუებთ, გთავაზობთ პროპაგანდას, რომ თითქოს და რაიმე საჩუქრად თბილისელებს გადასცემს და პარალელურად აკეთებს ფულს იმ სიკეთეზე, რომელიც თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში. მსგავსი ტყე პარკის გასხვისება და მიყიდვა კერძო პირებისთვის არის უკანონო და დანაშაულებრივი. ფაქტია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე დანაშაულებრივად ჩაიგდო იპოდრომის ტყე-პარკი ხელში, შემდეგ ამაზე გააკეთა 85 მილიონი თქვენს მწვანე სივრცეზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ქალაქის და საბურთალოს ფილტვები, მწვანე საფარით დაფარული, ხვალ გახდება ვისოლ ჯგუფის და ძმები ხაკაძეების სამშენებლო მოედანი, სადაც იგეგმება 7 მაღალსართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა, საიდანაც ყველაზე მცირე იქნება 21 სართულიანი და ყველაზე მაღალი შენობა იქნება 79 სართულიანი. კორუფციაზე, უკანონობაზე, უსამართლობაზე, ქალაქის ნგრევაზე ორიენტირებულმა ქართული ოცნებით დაკომპლექტებულმა თბილისის საკრებულომ უკვე მწვანე შუქი აუნთო ამ ცათამბჯენების მშენებლობას. ცხადია, რომ ეს არის ფინანსურად, კორუფციულად ივანიშვილისთვის მომგებიანი პროექტი და თბილისელებისთვის დამაზიანებელი პროექტი. ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ტყუილია ჩვენს თვალწინ 2020 წელს ნათქვამი, ტყუილია ის, რომ ივანიშვილმა საჩუქრად გადასცა იპოდრომი, ტყუილია ის, რომ როცა კალაძემ თქვა, რომ ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება იპოდრომის რეაბილიტაციისთვის, თუმცა სიმართლეა ის, რომ ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ თქვენ და თქვენ საჯარო სიკეთეებზე, მათ შორის მწვანე საფარზე, პარკებზე აკეთებს ფულს და შემდეგ ამ ფულს იყენებს ისევ თქვენს წინააღმდეგ. შესაბამისად, არჩევანი არის ნათელი, 4 ოქტომბერს დილით უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, ხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიციას, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს და შემდეგ გააგრძელოთ საპროტესტო მუხტში და საპროტესტო წინააღმდეგობაში მონაწილეობა ბოლომდე, სანამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ანტიქართული ოცნება არ ჩამოშორდება ხელისუფლებას.